როგორც წმინდა წერილი მოგვითხრობს, უფალმა თავის მოწაფეთაგან პეტრე, იაკობი და იოანე ამოარჩია და მათთან ერთად სალოცავად თაბორის მთაზე ავიდა. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს მიეძინათ და ისინი უეცრად ძლიერმა სინათლემ გამოაღვიძა. მოციქულებმა იხილეს თუ როგორ იცვალა ფერი უფალმა, მისი სახე მზესავით ბრწყინავდა. თოვლივით განსპეტაკებული სამოსი კი თვალის მომჭრელ ნათელს გამოსცემდა. ამ დროს უფლის წინაშე მოსე და ელია წინასწარმეტყველები წარსდგნენ და ისინი მაცხოვარს მოახლოებული ჯვარცმის, აღდგომისა და ზეცადამაღლების შესახებ ესაუბრებოდნენ. ღვთაებრივმა ნათელმა მოწაფეები ისეთი სულიერი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით აღავსო, რომ ყოველივე ამ ქვეყნიური, რაც მთის ძირას დარჩა, არარაობად მოეჩვენათ და ერთადერთი სურვილით განიმსჭვალნენ ის მადლი, რაც მათ გარშემო ტრიალებდა, რაც შეიძლება დიდხანს შეენარჩუნებინათ. მოძღვარო, კარგია აქ ყოფნა, დავრჩეთ და სამი კარავი დავდგათ.